რა პოტენციალი აქვს Ethereum-ს და შეიძლება თუ ავიდეს მისი ფასი $30,000-მდე. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ Ethereum-ზე, იმიტომ რომ Ethereum-მა ბოლო დღეებში, ბოლო კვირეებში ძალიან დიდი ზრდები გვანახა და ვაღიაროთ, რომ ის საინვესტიციოდ ამ ბოლო პერიოდში Bitcoin-ს ბევრად სჯობდა. რა თქმა უნდა, ამას არ ვიტყოდით რამოდენიმე თვეების წინ, იმიტომ რომ როცა Ethereum-ი ვარდნებს აკეთებდა, პატარა პროცენტებით იზრდებოდა, მაგ შემთხვევაში Bitcoin-ი უკვე all-time high-ებს დებდა. მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი არის შეცვლილი და ვხედავთ, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში Ethereum-მა ძალიან დიდი ზრდები გვანახა. განიშნავს იმას, რომ ეს Bitcoin-ს ჯობს და Bitcoin-ები უნდა გავყიდოთ და Ethereum-ი უნდა ვიყიდოთ, არა, მე ისევ ვარ დივერსიფიკაციის მომხრე ყველანაირად. მაგრამ ჩემი აზრით, როგორც ტრეიდერი და ინვესტორი, ყოველთვის შანსები უნდა იყო იქ, სადაც ესე ვთქვათ, შანსები არის. ამიტომ თუ Ethereum-ში კეთდება უფრო მეტი ფული, რა თქმა უნდა, შენი კაპიტალის Ethereum-ში უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე Bitcoin-ში. მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ყველასთვის არის ინდივიდუალური და ყველა უნდა გადაწყვიტოს თავისთვის. რაც შეეხება იმ სიგიჟე ციფრს, რომელიც მე თქვენ დაგისახელეთ Ethereum-ზე, ეს ნამდვილად არ არის ბლეფი. მე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ესე ციფრების ყვირილი, ვინც მე დიდი ხანი მიყურებს YouTube-ზე გამოწერილ ყავალან ჩემ Instagram-ს მიყვება, ყველამ კარგად იცის, რომ მე საერთოდ prediction-ებს არ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არავინ არ იცის, არც მე არ ვიცი რა სადამდეა Ethereum-ი, სადამდეა Bitcoin-ი და სხვა altcoin-ები არავინ არ იცის. ჩემი აზრით, პირიქით მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით წლის ბოლოს ან მომავალ წლის დასაწყისში შეიძლება იმხელა კრიზისი იყოს, რომ ყველაფერი 60-70%-ით გაუფასურდეს, მაგრამ ეგ რა თქმა უნდა ჯერ არ ვიცით, რომ ეს არის ვარაუდები, როცა ვარაუდები გაქვს, შეგიძლია შენ ამ სცენარებისთვის მოემზადო. ამ ყველაფერსაც რა თქმა უნდა განახებთ VDC საფულეზე, იმიტომ რომ VDC საფულეს ჩემ პატარა საფულესაც, რომელიც $5,000-დან უნდა ავიყვანო $100,000-მდე და უკვე 10,000 გავაკეთეთ, ანუ გავაორმაგეთ. ანუ მაგ პატარა პორტფოლიოზეც განახებთ თუ როგორ დავიცავ თავს ამ კრიზისებისგან. რა თქმა უნდა, არ ვიცი, იქნება თუ არა კრიზისი, მაგრამ მე ამ ყველაფერსგან რა თქმა უნდა თავს დავიცავ. მაგრამ რო გადავხედოთ ისევ Ethereum-ს, მეგობრებო, როგორც ვთქვი, მე არ მიყვარს ესეთი ციფრების დასახელება ხოლმე, რო იციან. XRP-ს აქვს 10x პოტენციალი, ან Cardano-ს აქვს 15x პოტენციალი, საერთოდ არ მაინტერესებს და არავინ არ იცის, იმიტომ გადახედეთ წინა bull market-ის ვიდეოებს, რაღაც სულელური TikTok-ები რო იდებოდა, nope, yes და ანუ რაღაც ფანფლუენსერები რო იღებდნენ ვიდეოებს რაღაც დასპონსორებულებს და ისავა 15,000-ზე და ის გააკეთებს 10x და 20x 1x-ს არც ერთს არ გავუკეთებია იმ ვიდეოების მერე, რაც მაგათმა ატვირთეს. ხო, ამიტომ ეს prediction-ები მე არ მიყვარს, მაგრამ Ethereum-ზე ძალიან საინტერესო რაღაც შევამჩნი მეგობრებო, შეიძლება ეს ჩემი ანალიზი საერთოდ არ ექვემდებარებოდეს სიმართლეს, მაგრამ მე მაინც თქვენ განახებთ და თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, თუ რას გააკეთებთ ამ ანალიზისგან. რა თქმა უნდა, ესეც არის ესეთი, ესე ვთქვათ, სცენარი და ეგანიშნავს იმამდე, რომ ანუ ჩვენ რასაც დავატარგეტებთ, ეს ვთქვათ, ბოლო ტარგეტამდე, მაქსიმუმ ტარგეტამდე, არ უნდა ვქნათ ისე, რომ ესე ვთქვათ, დაველოდოთ და ზუსტად მაგ ადგილზე გავყიდეთ. არა. Ethereum 5,000 რო გახდება, მანდაც გავყიდი, 5,500 რო გახდება, მანდაც გავყიდი, 6,000 რო გახდება, მაშინაც გავყიდი, 15,000 თუ გახდა, მაშინაც გავყიდი. ანუ გზადაგზა დავფიქსირებ მოგებას, ხო, იმიტომ რომ შენ არ იცი რა მოხდება. ერთადერთი რაც იცი არის ის, რომ შენ საფულეში ხედავ, რომ შენი ინვესტიცია გაიზარდა 15, 20, 30%-ით, რასაც ინვესტორები ხშირ შემთხვევაში წლები ელოდებიან, ხო და შენ თუ ესე მალე გააკეთე ამ ხელას და რა თქმა უნდა მოგება უნდა დააფიქსირო, ხო მიუხედავად იმისა, რომ შენ გგონია, რომ ის 10 და 20x გააკეთებს. რაც უბრალოდ გგონია და არც არ არის დავსტებული. გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებს და აგიხსნით თუ რატომ გგონია, რომ Ethereum-მა შეიძლება მიაღწიოს პლუს-მინუს $30,000. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ Ethereum-ზე ამას გაცრავთ ვერ გავზომავთ, რატო ვერ გავზომავთ? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ლეველები, თორე ვიტყოდით, რომ აი შეიძლება ეს და ის ლეველი დავატარგეთოთ. მაგრამ რაც საინტერესო არის, მეგობრებო, აი მაგალითად ახლა მეც VDC საფულეზეც განახეთ და ჩემ ცალკე საფულეზეც დავაფიქსირე აქ take profit-ები. აქ დავაფიქსირე take profit-ები, იმიტომ რომ აქ იყო რა თქმა უნდა ჩვენი რეზისტენცი, ანუ ქვემოთაც აქაც დავაფიქსირე და აქაც დავაფიქსირე მოგებები. მაგრამ როცა გაიზრდება
ეთერიუმი, ხო, ნახეთ, ანუ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბიტკოინზე არ ვიცით, რა შეიძლება გაიტესტოს, შეიძლება გაიტესტოს 200, შეიძლება ავიდეს 200-ზე, 160, 150, ну არ ვიცით, ხო? ვერ გავაკეთებთ ამაზე ანალიზს და ჩვენ ვატარგეტებთ ესე ვთქვათ ფსიქოლოგიურ ლეველებს, როგორც არის ესე ვთქვათ დამრგვალებული ლეველები 125,000, აქაც ხედავთ, რომ 125-ის ფრონტრუნი გააკეთა, შეიძლება გატესტა კიდევაც 125 ვნახოთ. ავიღოთ აქ მაგნეტი. თუ არ არის მაგნეტი მოიცადეთ. მგონი მაგნეტი უნდა იყოს წესით. კარგი არ აქვს მნიშვნელობა. პლუს მინუს 25,000 გატესტა, იმიტომ რომ ანუ არის ფსიქოლოგიური ლეველი. შემდეგ 130 იქნება, 140, 135, 140, 145 და ასე შემდეგ გაშემდგ. მაგრამ ეთერიუმზე შეგვიძლია ეგეთი ტარგეტებიც დავდოთ, მაგრამ შემიძლია უფრო გაგიადვილოთ თქვენი ტარგეტები და გადავიდეთ უბრალოდ ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტზე. ეთერიუმის ბიტკოინ ჩარტზე რო გადავალთ, აი თვიურს რო შევხედოთ, აი აქ ხედავთ რომ თვიურზე ახლა აქ მე ლეველები მაქვს ჩახაზული, მაგრამ ხედავთ რომ აი თვიურზე აქ გვაქვს რეზისტენცია, აი ნახეთ. ეს ადგილი არის ჩვეულებრივი რეზისტენცია, სადაც რა თქმა უნდა ეთერიუმს ეკნებოდა ინტერაქცია. ეგ არნიშნავს იმას, რომ აქედან წავალ თქვენ უნდა გავაგრძელებთ დაუნტრენდს, არა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაბალ ტაიმფრეიმზე რო გადმოხვალ, ხედავ რომ აქ უკვე კვირის ლეველი გავარღვიეთ, რა თქმა უნდა ინტერაქცია ქონდა, გავტესტეთ ეგრევე, წავიდა მაღლა, ხო, ანუ აქ გვაქვს ჩვენ ესე ვთქვათ, ესეთი ინტერაქცია. სად შეიძლება შემდეგ კიდე ეთერიუმი გაჩერდეს და სად შეიძლება ჩვენ დავაფიქსიროთ მოგებები, ну რა თქმა უნდა ვთქვი რომ აქ ეგრე ზეპირად თუ ერტყო შეიძლება რა თქმა უნდა დაატარგეტო ფსიქოლოგიური ლეველები, როგორც ბიტკოინზე ვთქვით, მაგრამ შეგვიძლია გამოიყენოთ ეთერიუმის ბიტკოინის. ეთერიუმი ბიტკოინზე ჩარტი და შეგვიძლია უბრალოდ ესე ვთქვათ, აქ დავსვათ ჩვენი ალერტი და ესე ვთქვათ, ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტი აქ რა მოგვეცოდინება, რომ აქ იქნება უკვე ინტერაქცია, მაგალითად აქაც ხედავთ, რომ შეიძლება იყოს ინტერაქცია და ეთერიუმი წავიდა უკვე კორექციაზე, აქ შეგვიძლია double time frames ვნახოთ, სადაც მე უკვე short-ში ვზივარ, რა თქმა უნდა, და ჩემი ტარგეტი არის აქამდე. მაგრამ რო გადავხედავთ, ესე ვთქვათ, Bitcoin, ეთერიუმი, Bitcoin-ი, რა თქმა უნდა, არ ვიცით თუ ეთერიუმი აქ რა მოვა, მაშინ რა ფასი იქნება ეთერიუმზე, ანუ ეთერიუმ Bitcoin-ი აქ რა მოვა. ეთერიუმზე რა ფასი იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავზომოთ ახლა, გავზომავთ და ვნახოთ თუ სადაც შეიძლება Bitcoin-ი ეთერიუმის ჩარტი წავიდეთ. და რა ლოგიკას ვიყენებ ახლა მე პირადად. აქ სხვათა შორის ეს ჩარტი ვნახე წინა დღეებში, ანუ წინა დღეებში დავაკვირდი. ანუ ეთერიუმს რო ვუყურებდი, ანუ ვიცოდი რომ აქ უნდა დამფიქსირებინა მოგება, შემდეგ ეთერიუმზე გადავედი და ანუ ეთერიუმზე ვხედავთ რომ ეს არის პლუს მინუს 4600 დოლარის ლეველი, ხო და შემდეგ ესე ვთქვათ დამაინტერესა, რომ გამეზომა ესე ვთქვათ რამდენი პროცენტი იყო აქედან ზრდა, მე ეთერიუმზე გადავსულიყავ და ესე ვთქვათ ესე გამეზომა თუ სადამდე შეიძლება ეთერიუმის ფასი ავიდეს და მოდი მეგობრებო უბრალოდ ვიყოთ ახლა კვირის ჩარტებზე, იმიტომ რომ აქ ყველაფერი კარგად ჩანს. და მოდი ახლა დავიწყოთ თუ ეს ბოლო რანი რაც ეთერიუმმა გააკეთა კვირაზე გადავიდეთ აქაც ანუ ამ ლოუდან რა რანიც გააკეთა მოდი ახლა ჩვენ ეს ყველაფერი მეგობრებო დავითვალოთ და როგორ ვითვლით ამ ყველაფერს ანუ ჩვენ ხედავთ რომ ეთერიუმმა გააკეთა ესე ვთქვათ აქედან 7 აპრილია შეგვიძლია ეთერიუმ ბიტკოინზეც ვთქვათ რომ აქ არის აპრილი 14 აპრილი პლუს მინუს და მოდი გავზომოთ ახლა აპრილიდან ლოკალურ ალტაი. აი ამდე ეს არის პლუს მინუს 122%. 122% გადავიანგაშოთ ეს პროცენტებს, ანუ 122-დან თუ ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტი აკეთებს 122%-ს, მაგ შემთხვევაში ეთერიუმმა გააკეთა აქედანაც რომ ავიღოთ, ესე ვთქვათ 7 აპრილი მან გააკეთა პლუს მინუს აქაც ლოკალურ ჰაიამდე, რაც უკვე თითქმის ალტაი მაიც არის 253%. ანუ 122-დან 253%-მდე არის 99.18%. ანუ 100%-ით მეტი. ეგ ნიშნავს იმას, რომ თუ ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტი აკეთებს 100%-ს, მაგ შემთხვევაში ეთერიუმის ჩარტი აკეთებს 200%-ს, ანუ ორჯერ უფრო მეც. რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოთვლაში. და მოდი ახლა მეგობრებო, გამოვითვალოთ. ძალიან საინტერესო არის ეს გამოთვლა. ხანდახან ჩემი თავი გენიოსი მგონია ხოლმე ეს რაღაცებს რო ვაგნებ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. და მოდი ახლა დავიწყოთ მეგობრებო ეთერიუმის გამოანგარშება თუ სადამდე შეიძლება აიწოს. პირველ რიგში აქ გვაქვს ჩვენ ახლა ლოკალური ჰაიდან.
შემდეგი რეზისტანცია ვიცით სადაც არის, ხო? ანუ ეს რეზისტანციები მაქვს მე ჩახაზული, სადაც შეიძლება ინტერაქცია მოხდეს და სადაც მე რა თქმა უნდა დავაფიქსირებ მოგებებს, ხო? ну არის პირველი ეს, შემდეგი არის ეს, შემდეგი არის ეს, შემდეგი არის ეს. რა თქმა უნდა, ეხლა რასაც გამოვიანგარიშოთ, ეხლა მაგალითად ახსოვთ, მოდი პირდაპირ გამოვიანგარიშოთ. აქ ლოკალური ჰაიდან რო გავზომოთ, სადაც ჩვენი ტარგეტი არის პლუს მინუს 34%, ხო? 34% რო გავუმრავლოთ ორზე, გამოდის 68%. ეგ ნიშნავს იმას, რომ ეთერიუმზე, ხო, აქედან უნდა გავზომოთ ჩვენ, ანუ ამ ჰაიდან 68%, იმიტომ რომ თუ Bitcoin Ethereum აკეთებს 34%, მაგ შემთხვევაში Ethereum აკეთებს, ანუ Ethereum Bitcoin-ის ჩარტი თუ აკეთებს 34%, Ethereum აკეთებს ორჯერ მეც, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გამოვიანგარიშეთ. გამოდის 60 რამდენი იყო აქეთ? 34 იყო იქ, ანუ 68. გამოდის 68%. ანუ ჩვენი პირველი ტარგეტი პლუს მინუს Ethereum-ზე იქნება $8,000. ანუ $8,000-ზე ვაფიქსირებთ ყველა მოგებას. რა თქმა უნდა, ეს ზეპირად არ ვიცით მეგობრებო, მართლავა თუ არა აქამდე, მაგრამ აქ მე არ დავაყენებდი alerts, პირიქით alerts დავაყენებდი ამ Ethereum Bitcoin-ის ჩარტზე. აი აქ დავაყენებდი alerts და აქ ამოვიდოდა თუ არა Ethereum Bitcoin-ის ჩარტი, ну არა აქვს მნიშვნელობა, მაგ შემთხვევაში Ethereum-ი რა ფასზე იქნება ის მართლა $8,000-ზე თუ არა, ну არა აქვს მნიშვნელობა. მე ვუყურებ, ჩემთვის თავი არის ეს Ethereum Bitcoin-ის ჩარტი. აქამდე რომ მე უკვე დავაფიქსირებ. მოგებას მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება ეს არის უბრალოდ ჩვენთვის პოტენციური მოგება, რაც არ ვიცით მოხდება თუ არა და ვსინჯავთ, ესე ვთქვათ, იმ პროცენტებზე, რაც მაგალითად გვანახა აი ამ ზრდა. მოდი ახლა გავსაზრდოთ მეორე ზრდა, მეგობრებო, მეორე გვაქვს, ანუ ამ ჰაიდან ისევ რო გავზომოთ, მეორე ტარგეტამდე არის 71%. ეგ გამოდის ის, რომ ისე ორზე რო გავუმრავლოთ, 152% გამოდის ისევ ჩვენი ჰაიდან. მოდი ესეც გადავიანგარიშოთ. აქედან აქამდე 152%. უკვე იმ ხელა ციფრებზე ავდივართ, მეგობრებო, რომ 152 იყო, ხო? 152. ანუ ჩვენი მეორე ტარგეტი პლუს მინუს იქნება ამ ლოგიკას თუ მივყევით 11500 და ისე მეგობრებო, მთლიანად ამ ლოგიკას ნუ გაყვებით, უბრალოდ მე დავაყენებ აქ ალერტებს, გავყიდი აქ რო იქნება ფასი, აქ რო იქნება Ethereum Bitcoin-ის ჩარტი და ფასი, შეიძლება მაგ დროს Ethereum-ი 8000 კი არა 6000 იყოს, მაგრამ აუცილებლად დავაფიქსირებ მაგ 6000-ზე მოგებას, თუ აქ იყო მაგ დროს აუცილებლად დავაფიქსირებ მოგებას, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი იქნება ის ჩარტი და არა ეს გამოანგარიშება, ამიტომ ну დაუწყებთ ამ ციფრებს ყურებას მეგობრებო, თავარი არის რომ ჩვენ უყურებთ ამას. ფასი აქ რა მოვა და აქ რა მოვა, რომ აუცილებლად გაყიდო შემდეგ ესე ვთქვათ შენი ასეტები და ესე ვთქვათ რაღაც მოგება დააფიქსირო. რა თქმა უნდა მოგების დაფიქსირებაზეც ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული, მე ერთ ჯერზე არაფერს არ ვყიდი, გზადაგზა ვყიდი და შემდეგ იმ გაყიდულით ისე ვყიდულობ თუ ფასი დავარდა. ну გააჩნია რა თქმა უნდა რა არის შენი მიზანი. ეხლა განვიხილოთ ჩვენი მესამე ტარგეტი და ეს არის უკვე 153%, რაც გამოდის 306% Ethereum-ის ჩარტზე. ეს უკვე ძალიან საინტერესო არის, ძალიან კარგ ციფრს ვიღებთ. 306% ვთქვით, ხო? 306% პლუს მინუს, რაც უკვე არის პლუს მინუს 19400 რაღაცა $. ძალიან საინტერესო არის მეგობრებო. და შემდეგი უკვე გვაქვს, თუ რა თქმა უნდა, all time high-საც მიაღწია და ესე ვთქვათ, გაარღვია კიდევაც, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მე ესეც დამაკმაყოფილებს 20000-ზე თუ ავიდა Ethereum-ი, ანუ შეიძლება 20000-ზე ავიდეს, ან აქამდე ამოვიდეს, მაგრამ ანუ მე ორივე მაკმაყოფილებს, მე ესეც მაკმაყოფილებს და ესეც მაკმაყოფილებს. მაგრამ რაც უფრო მეტი, მით უკეთესი, რა თქმა უნდა, ხო? აქ გვაქვს 296%, მოდი დავვალოთ 300-მდე. და მოდი ახლა გადავიანგარიშოთ, რა შეიძლება იყოს 300% Ethereum-ზე. 300% გავუმრავლოთ ორზე არის 600. ნახოთ 600. ну 600 ვთქვათ. დავამკვალოთ. გამოდის პლუს მინუს 30-დან $33000-მდე. ანუ წარმოიდგინეთ Ethereum-მა თუ გააკეთა 6x, ანუ 600%, ანუ ლოკალური ფასიდან, ხო? და ავიდა $333,000-მდე. რა თქმა უნდა ეს არ ვიცით, ხო, არც ანუ არავინ არ იცის და ამ ყველაფერს ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ
ამ ლოგიკას თუ მივყვებით, იმას ჩვეულებრივად შეუძლია, რომ მინიმუმ ავიდეს ესე ვთქვათ 11,000, ანუ აქ არის უკვე გაორმაგება და კიდე მეტი, რამდენი პროცენტი? 152%. 1.5x-ი, ესეც ნორმალურად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, 19,000. მით უმეტეს დიდი bull market-ი თუ ქონდა და დიდი სიგიჟეები თუ მოხდა, ანუ ნორმალურად მიმაჩნია. და ეს უკვე არის უბრალოდ ექსტრა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გვჭირდება ჩვენ ძალიან დიდი ჰაიპი, გვჭირდება ძალიან დიდი FOMO, რასაც ჯერჯერობით ვერ ხედავ, ანუ ნელ-ნელა უკვე მოდის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რომ იყოს ესე ვთქვა, ეთერიუმმა 20% გააკეთა დღეს, ხვალ 15%, ზე 35%, მერე 15%-ი კორექცია, მერე ისე 40%-ი ზრდა და ანუ ამ შემთხვევაში უკვე შემოვლენ უფრო მეტი ინვესტორები და FOMO-ც რა თქმა უნდა იქნება დიდი. და ახლა არის ჩემი კითხვა თქვენთან მეგობრებო, რომ ანუ არ ვიცი ახლა მე რა სახის ესე ვთქვათ, პუბლიკა მიყურებს, იმიტომ რომ ბევრნაირი ესე ვთქვათ, პუბლიკა მიყურებს, ზოგი ბიტკოინ ფანატიკოსია, ზოგი უბრალოდ ტრეიდერია, ზოგი როგორც მე ესე ვთქვათ, პროფიტ მაქსიმალისტია, რომ უბრალოდ ფული გააკეთოს იქ, სადაც ფული კეთდება და მე არ ვარის ბიტკოინ მაქსისტი და ბიტკოინ ფანატიკოსი, რომელსაც ჯერა რომ ბიტკოინი ჩვენი, რა ვიცი, შეიძლება ზოგი აღმერთებს კიდევაც. მე უბრალოდ ჩემი ფული დევს იქ, სადაც ფული კეთდება. რა თქმა უნდა, ის გარანტია არ არის, რომ იქ აუცილებლად ფული გაკეთდება, მაგრამ მე არ ვარ ესე ვთქვათ, რაღაც ის ფანატიკოსი. და მაინტერესებს უბრალოდ თქვენი აზრი მეგობრებო, რომ როცა შენ შეგიძლია განსაზღვრო, ეხლა ბიტკოინის გაექვსმაგება 600% მე არ მიმაჩნია ლოგიკურად. შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ლოგიკურად არ მიმაჩნია. არც 3x მიმაჩნია ლოგიკურად, არც 145% მიმაჩნია ლოგიკურად. ჩემი აზრით ეს არის არალოგიკური, იმიტომ რომ უფრო მეტი ფული შემოდინი მაქვს ჭირდება ბიტკოინზე, ბიტკოინის ფასი რომ გაამოძრა, უფრო მეტი კაპიტალი გჭირდება. თან მით უმეტეს უფრო დიდი ინფლაცია გქონდა, თუ უფრო დიდი პრობლემები გქონდა, თუ კრიზისი გქონდა და თუ ინდექსები დავარდნენ, თუ საფონდო ბირჟები დავარდნენ, სტოკები დავარდნენ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ბიტკოინის გაყვება, ხო და ბიტკოინ ჰოლდერები უფრო დაისჯებიან, ვიდრე მაგალითად ინდექსების ჰოლდერებიან, სხვა რაიმე ძლიერი ასეტების ჰოლდერები. ამიტომ ჩემი კითხვა არის მეგობრებო, როცა შენ იცი რომ ეთერიუმზე გაქვს 600%-იანი ზრდის პოტენციალი, ხო? მაგრამ მოდი ანუ იქნებით ესეთი ისინი და ვთქვათ საშუალოდ რა 300%, ან თუნდაც 142%, ან თუნდაც 200% არ აქვს მნიშვნელობა გაორმაგებს. როცა შენ იცი რომ ამხელა პოტენციალი გაქვს, რას აერჩევ? ბიტკოინს თუ ეთერიუმს? მე მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბევრნი არიან ესე ვთქვათ ბიტკოინ ფანატიკოსები, იმიტომ რომ ბევრი ვერ ხვდება რაზე ლაპარაკობს და ესეთი გამონათქვამია რომ think what you wish for. ანუ დაფიქრდი, რაზე ოცნებობ. ვიღაცებს რომ უნდათ ბიტკოინის მეფობა და ბანკების წაშლა და ანუ ეგეთი სისულელები, ანუ ძალიან მეცინება ხოლმე ხანდახან რა, იმიტომ რომ ბევრი ვერ ერკვევა ამ ფინანსურ სისტემაში. და ბევრს რო გონია რომ აი ის და აი ეს და ანუ ბევრი რაღაცებს ბევრი ვიდეო მაქვს მეგობრებო გადაღებული და შეგიძლიათ უბრალოდ გადახედოთ ჩემ YouTube გვერდს და უყუროთ. მაინტერესებს უბრალოდ თქვენი აზრი. თქვენი ფული იდება იქ, სადაც უფრო მეტი პოტენციალი არის, რომ უფრო მეტი ფული გააკეთო, თუ იდება იქ, სადაც უბრალოდ არის რაღაც იდეა, რაც არავინ არ იცის მოხდება თუ არა და დიდი ალბათობით არც მოხდება. არც უნდა უნოდეს საღად მოაზროვნი ადამიანს, რომ ის მოხდეს, რასაც ბიტკოინ ფანატიკოსები ფიქრობენ, რომ მოხდება. მე პირადად მეგობრებო, 600%-ს არც დაველოდები. მე აქაც დიდ ნაწილს გავყიდი, აქაც 15-20%-ამდე, შემდეგ ახალი პოზიცია რო დამრჩება 100%-იანი პოზიცია, აქაც იმ 100%-ის დარჩენილი პოზიციასაც 15-20%-ს აქ გავყიდი, ანუ როცა შენ რაღაცას ყიდი, ვთქვათ მაგალითად გაქვს 10,000, ხო, გაყიდი 10%, 15% დაგრჩა ესე ვთქვათ, ადვილად რო გამოვანგაშოთ 20% ავიღოთ, დაგრჩა $8,000, ხო, ეს $8,000 არის უკვე შენი ახალი 100% პოზიცია, ამიტომ ამ 100% პოზიციაზეც 15-20%-ს ყიდი და ესე მიყვები და მე აქ უკვე მექნება დიდი პოზიცია გაყიდული, იმიტომ რომ რაც უფრო და უფრო მაღლა მიდის ფასი, მით უფრო და უფრო დიდი შანსია რომ ფასი დავარდეს. და უბრალოდ იქივეს გავაკეთებ, რასაც მაგალითად აკეთებს ვარენ ბუფეტი, მაგრამ უფრო პატარა კაპიტალით. მე ხშირად ვამბობ, რომ გააკეთე ის, რასაც ვიდრები აკეთებენ, გააკეთე ის, რასაც ბანკები აკეთებენ, ანუ არ მოусმინო, არასდროს არ მოусმინო, რასაც ბანკები გირჩევენ, უბრალოდ გააკეთე იგივე, რასაც ისინი აკეთებენ. იგივე არის მდიდარ ხალხზე. არ ბევრის, რა თქმა უნდა, შეიძლება
რჩევა იყოს კარგი მიზნით, მაგრამ ბევრი აკეთებს ხოლმე, ამბობს ხოლმე, რომ უბრალოდ უნდა თქვას, აი მაგალითად ზოგი არის რომ რაღაც კონტრაქტები უდევთ ბირჟებთან, ან რაღაც პარტნერშიპი არის და ვალდებულები არიან, რომ ბიტკოინზე თქვენ რაღაც ვალდებულები არიან, რომ იმაზე თქვენ რაღაც და მე მაგალითად ეგეთ ხალხს არ ვენდობი ხოლმე, იმიტომ რომ როცა ვიღაცა ეგეთი რაღაც აქვს, ეგეთი კონტრაქტი, ვალდებულები არიან, რომ გითხრან ის, რასაც შეიძლება თვითონ არ ფიქრობენ, ხო? იმიტომაც მე ჯერჯერობით არავისთან არანაირი პარტნერშიპი არ მაქვს და რაც არ უნდა მქონდეს, მე ყოველთვის ვიტყვი ჩემს ასრს, რომ თუ არ არის ის რენტაბელი, არ შემიძლია აქ ფულის გაკეთება, მე არ ჩემ ფულს არ ჩავდები, ხო და სხვას რატო უნდა ვურჩიო ეს ყველაფერი, ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის დააკვირდით, რას აკეთებენ ისინი და გააკეთეთ იგივე. რა თქმა უნდა, პატარა ფულით აკეთებ შენ, მაგრამ თავარი არის, რომ კარგ მხარეს, იმ მხარეს ახარ, ვინებიც იგებენ, ხო? ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მეგობრებო, სად წავა თქვენი ფული? წავა ეთერიუმში თუ წავა ბიტკოინში? დაწერეთ კომენტარებში და თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო, რადგან ეხმარება ეს ალგორითმებს, რომ უფრო ბევრმა ნახოს ეს ვიდეო, უფრო ბევრმა გაიცნოს ინვესტიციები, უფრო ბევრმა გაიცნოს ტრეიდინგი, უფრო ბევრმა გაიცნოს როგორ კეთდება ფული და ასე შემდეგ.